მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. მოდით დავიწყოთ ალბათ სწორედაც ზურას საქმით გუშინის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, გავიგეთ რომ 23-შიც სასამართლო პროცესზე არ მივა პარტიის პოზიცია გითხარით უშუალოდ ზურას საქმეზე დავიწყოთ ამით საუბარი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში არ გაგვიკვირდა სიმართლე რომ გითხრათ იმ რომ არ მოვიდა, თუმცა მაინც წინასწარ არ გქონდა ინფორმაცია და მაინც მისანახავად ვიყავით პრინციპში წასული პროცესზე და დაგვირეკა რამდენიმე წუთით ადრე პროცესის დაწყებამდე დარეკა ინტენსიური დაწესებულებიდან და გითხრა რატომ არ აპირებდა მოსვლას. ზურა ზოგადად გამოირჩევა თავის პოლიტიკური კარიერით იმ თვალსაზრისით რომ ის მუდმივად დაუმორჩილებლობაში იყო ამ რეჟიმთან და ის დიდი ხანია მათ რეჟიმს ეძახის. არ იხდიდა არასოდეს ჯარიმებს, ყოველთვის მისი ქმედებები იყო იმ განზრახვით, რომ დაუმორჩილებელი ყოფილიყო ამ ხელისუფლებისადმი. შესაბამისად, მისი ეს გადაწყვეტილებები, მათ შორის ამ გირაოს არ გადახდა, მათ შორის ის, რომ არ აღიარებს ამ სასამართლო ხელისუფლებას, არის ზუსტად მისი პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ის ამ წლების განმავლობაში აკეთებდა. რეალურად რა მოცემულობა გვაქვს ჩვენ დღეს ვიცით, რომ არ არის სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი, არა მარტო სასამართლო ზოგადად ყველა ხელისუფლების შტოს ერთი კაცი მართავს საბოლოო ჯამში, მაგრამ ფორმალური პროცედურები მიმდინარეობს ხშირ შემთხვევაში ამ პროცესებს და ჩვენ რეალურად იმიტომ მივიდივართ ხოლმე, რაც ზურომ აღნიშნა, რომ დავინახოთ მართლა იქნებ გაიღვიძოს ამ ადამიანებში ადამიანობა, იმიტომ რომ რაღაცა მე მგონი რომ მაინც და მათ შორის ხარდასაჭერად რომ რაღაცა მე ესე ვარ ხოლმე ყოველ შემთხვევაში, აი ამ შემთხვევაში მაინც ესე იქნება. კი. სულ ესეთი ეს განცდა ხშირად არის. გვაქვს, იმიტომ რომ იმდენად წარმოუდგენლად და დაუჯერებლად ყველა არის ჩართული იმ ფერხულში, რაც დაუკვეთა ოცნებამ, რომ რთულია რომ ადამიანმა დაიჯერო, რომ ხელის გულზეა ხოლმე საქმეები, სადაც წერია გარკვევით, რომ ადამიანი არის ნაცემი, ცხვირი აქვს გატეხილი, ნეკნი აქვს მოტეხილი, ასე შემდეგ ავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიციის ძალადობისთვის ის მაინც მიდის ციხეში, ხო რაღაცა. იგივე მათ შორის ახლა ეს ბიჭების кейსები რო არის პოლიტპატრონების თემას მინდა შევეხოთ. უამრავი პროცესი გვაქვს ნანახი, როცა ჩვენ მივდივართ ვესწრებთ ხოლმე პირველ რიგში მათ ხარდასაჭერად და მათი გამხნევებისთვის, როდესაც რეალურად არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. რაც ვიდეო კადრები არის, რომელშიც უბრალოდ დგანან ეს ადამიანები და რა კი ისინი იქ დგანან წინა ხაზზე, ისინი ამოარჩიეს, მაგიტომ მოწმე გამოდის და ამბობს, რომ ცრუ მოწმე რომელიც ამბობს, რომ მე ამას კონკრეტულად ვერ ვცნობ, იყო შემთხვევა, როდესაც თქვა, რომ აი ეს არის ვალერი თეთრაშვილზე იყო მგონი საუბარი და საერთოდ არ იყო ვალერი თეთრაშვილი დღეს პროცესზე. ანუ მთელი ეს ყველაფერი არის ხოლმე ერთი დიდი მასკარადი და ამის მიუხედავად მათ შორის წინა პროცესზე იყო მოთხოვნა, რომ გადაეხედათ აღკვეთის ღონისძიებაზე და სანამ დასრულდებოდა ეს პროცესები ეს ხალხის სახლში გამოეშვათ. არავითარი არგუმენტაცია არ არსებობდა იმისთვის, რატო არ შეიძლება ეს გაეკეთებინა მოსამართლეს და როდესაც უყურებ ამ ახალგაზრდა ქალს ნინო გალუსტაშვილს გულისხმობ, უყურებს ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ცხოვრების თვეებს კარგავენ ამ პროცესებზე, უნიშნო და მათ დათმეს ყველაზე ძვირფასი მათი თავისუფლება, უყურებს და ანუ ნერვი არ უტოკდება, უხეშად რო ვთქვათ, ხო? ანუ საერთოდ და ისევ იგივენაირად ტოვებს იგივე აი ისიც აგულისხმოთ თქვენ ახსენეთ ქალბატონი მოსამართლე გალუსტაშვილი, ამ ქალს ყველაფერი რომ დაუშვათ ლოგიკური იყოს და ჩასაფრებულის პოზიციიდან მსჯელობას რომ თავი დავანებოთ და ვთქვათ სასამართლო მეტნაკლებად არის ადეკვატური. ანუ როგორ შეიძლება რომ ერთ მოსამართლე ქალს დაეწეროს აი ამდენი საქმე, იმიტომ რომ ქალბატონ ნინოს როგორც 11 პირი საქმე აქვს, მათე დევიძის საქმე ქონდა გამორჩება, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი. ახლა ეს პოლიტიკური საქმეებიც ვაშაძის საქმე აქვს თუ არ ვწდებ. კი, ვაშაძის საქმეც მათ შორის, ხო? ესეც რაღაც გარკვეული ესეთი ცალსახა და მკაფიო მინიშნება არის, რომ შეიძლება ასე ვთქვათ, არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, რომ სასამართლოშიც არ აქვთ ასე ვთქვათ, კარგად საქმე და არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც უბრალოდ ამ საქმეს არ აიღებენ და თუ მიცემენ მათ ამ საქმეებს, არ დადგება ისეთი განაჩენი, როგორიც ასე ხო, კონკრეტული ადამიანები ყავთ არჩეული, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ ძირითადად ერთ და იგივე მოსამართლეების სახელები ტრიალებს თუ დავაკვირდებით და მათ შორის ეს გალუსტაშვილიც ახალი დანიშნულია 2024 წლის ბოლოს დეკემბერში დაინიშნა,
აღნიშნა, მანამდე იყო თუ არ ვთქვი წინა პერიოდში იყო თანაშემწე მოსამართლეების და ანუ რეალურად ეს უადო მოსამართლე ჯერ კიდევ არ არის დანიშნული და ამას მოლოდინი აქვს რომ აუცილებლად დაუფასდება მისი ეს საქმიანობა. ფაქტი არის ხო, იმიტომ რომ არც დიდი გამოცდილების მქონე მოსამართლე არ არის და ასეთ მნიშვნელოვან საქმეებზე რომ საკმაოდ გამოუცდელ ადამიანს ნიშნავ მოსამართლედ, ეგეც ბევრ რამეზე მეტყველებს, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი მართლა როგორც ძურა სწორად აღნიშნავს, ჩვეულებრივ ცირკში ვიღებთ ხოლმე მონაწილეობას და ძალიან სამწუხაროა ზოგადად, რომ ადამიანები სასამართლოს მნიშვნელობას ხშირ შემთხვევაში ადამიანების დიდი ნაწილი მასა ვერ იაზრებს, იმიტომ რომ მათ თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ძალიან იშვიათად შეიძლება მოუწიოთ შეხება ამ სასამართლოსთან, ხო? და ამიტომ თითქოს ერთი შეხედვით მათთვის მისი მნიშვნელობა რამდენად ღირებული არის, ამიტომ რომ ადამიანების სიცოცხლეს საზღვრავს, ადამიანების ბედს საზღვრავს, ხო, მოსამართლე რეალურად, როდესაც განსაკუთრებით, როდესაც ის პოლიტიკურად მოტივირებული არის მისი ქმედება და ამის მიხედვით საზღვრავს ადამიანების ბედს უდანაშაულოს და დამნაშავისაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ადამიანებს ესმოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის დამოუკიდებელი სასამართლო, როცა ჩვენი ცხოვრება არის დამოკიდებული ამაზე საბოლოო ჯამში. ხო და თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად ადამიანის ბუნებაა ეგეთი, რომ არაფერს არ ივიწყებს და მით უფრო მოსამართლეს დაუვიწყონ ასეთი მძიმე და არასამართლიანი გადაწყვეტილებები თითქმის წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ მაინც ხო თანხმდებიან ეს ადამიანები და შედიან ოცნების აი ამ თამაშში. აი ეს რას მიგვანიშნებს? მე ვფიქრობ, უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ისეთ საქმეებზე შეყვნენ, რაც რაღაცნაირად სულ მახსენდება ხოლმე, საიდანაც უკან გამოსასვლელი გზა ძალიან რთულად იქნება. ან მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ კი ისინი მართლა შეინარჩუნებენ ადამიანობას და მიიღებენ ღირსეულ გადაწყვეტილებას, ანუ სამართლიან გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ სულ მახსენდება ნაციზმის რეჟიმის გასამართლების შემდეგ ის ცნობილი რომ არის შეხვედრიათ ალბათ მოსამართლეები და პროკურორები პროცესზე სახეს მალავენ. აუცილებლად იგივე ბედიელით მათ თუ კი რაღაც მომენტში არ გააცნობიერებენ რომ უნდა გაერიდონ ამ პროცესს, ან რაღაცნაირად სახე შეინარჩუნონ და სასამართლოს სახელი შეუნარჩუნონ, იმიტომ რომ სასამართლოს სახელი დაკარგული აქვს დღევანდელ რეალობაში. ამიტომ მე ვფიქრობ, ბოდიში მე ვფიქრობ, ისევე როგორც ქართული ოცნება არის უკვე რაღაცნაირად უკან დასახევი გზა რომ აღარ აქვს დატოვებული, იმიტომ რომ ყველა პარტნიორი ჩამოგვაშორა ფაქტობრივად იზოლაციაში გვაქცევს და მათი ქმედებები იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი უკან ვეღარ დაიხევენ, მხოლოდ წინ უნდა იარონ და ჩვენ ზუსტად იგივენაირად მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი აქეთ მხარესაც აღარ არსებობს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ან ერთი მოიგებს, ან მეორე მოიგებს და ამიტომ მოსამართლეებზეც რაც ახსენეთ, მაგ კუთხით ისინიც ესე უყურებენ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ რაღაცა დაწინაურებელით, რაღაცა პატივი პირადი და ასე პერსონალური სურვილები მათი და ამაზე აკეთებენ ამ შემთხვევაში ფსონს და ვერ ხვდებიან რომ გაცილებით უარესი მომავალი შეიძლება ელოდეთ. მათ შორის სანქციები იგივე ხო ხა ჩვენ ნახეთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული მოსამართლეები რაც რა ვიცი მგონია რომ ცხოვრების დაღუპვა არის რაც მათ დაემართათ. ხო თან ალბათ რახან თემი და თვალები ახვეული აქვს აქვს ფიქრობენ რომ ის ვერაფერს ვერ ხედავს, მაგრამ ფად ეგრეც არ არის. თემი და ხო საზოგადოებაა სინამდვილეში და არა ის სიმბოლო, რაც სასამართლო დარბაზებში უდგათ ხოლმე თვალებახვეული თემი და სახით. მოდით, მაინც უნდა გკითხოთ, ვიცი რომ ამ კითხვას აზრი არ აქვს, ჩვენბენ აჭყებიას განაჩენის მოლოდინზე ზურას წერილი სწორედაც მიუთითებდა. თუმცა 23-ში უკვე დაასრულა ხო მან ზურას საქმის განხილვა და 23-ში უკვე უნდა გამოაცხადოს განაჩენი და ბოლოს აღნიშნა რომ იდეაში მაგ დღესვე შეიძლება რომ გამოცხადებულიყო რატო გადადო არ ვიცი იყო ვარაუდი ადვოკატის გარო შესაძლოა ზურა რომ მოსულიყო შესაძლოა იმ დღესვე დაესრულებინა თუმცა მან ბოლოს აღნიშნა რომ იქნებ ბოლოს სიტყვით ისარგებლოს ბრალდებულმა და მოვიდეს და ბოლოს სიტყვა მაინც თქვას და რადა ზურასგან აშკარა იყო რომ ის მოსვლას არ აპირებდა და რთული სათქმელი არა გადაწყვეტილებას მიიღებს თუმცა მე ეჭვება რომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს, იმიტომ რომ ეს აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული პოლიტიკური ანგარიშსწორება არის ყველა ამ პოლიტიკური ლიდერის მიმართ, რომელზეც დაიწყეს საქმის წარმოება და მათ შორის 4 ადამიანი ირაკლი ოქროაშვილიც არ დაგვაუწყდეს, ციხეში არის 9 ჩვენი ლიდერიც. ხო, ესე იგი ოქროაშვილია ციხეში, ზურა გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია და ნიკა მელია. ხო, ბოლო იყო ნიკა გვარამია. არ გამოვრიცხოთ, რომ დღეს გიორგი ვაშაძე მიუხედავად იმისა, რომ გირაო გადახდილია. კი, აი საინტერესო იქნება, რას გადაწყვეტილებას მიიღებენ
ვაშაძის შემთხვევაში, იმიტომ რომ პრეცედენტი იქნება. ჩვენ გვეგონა რომ ზურას შემთხვევა იქნებოდა პრეცედენტი პირველი, რაც გვაჩვენებდა რა გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე ასეთ кейსებზე. თუმცა დღეს ვაშაძის საქმე გრძელდება და მე ვფიქრობ შესაძლებელია რომ ვაშაძეზეც გამოცხადება გადადონ და მაგალითად დღეს არქნან. როგორც წინა შემთხვევაში მოხდა ზურას შემთხვევაში და ნახოთ როგორ ხო და საზოგადოებას რომ ვუთხრათ ვაშაძეს გირაო გადახდილი აქვს, თუმცა გირაოს გადახდა სულაც არ ნიშნავს რომ ციხეში მაინც არ განიშნავს. კი ბატონო, გირაოს სინამდვილეში იხდიან იმისთვის რომ წინასწარის პერიოდი გაატარონ თავისუფლებაში, ამისთვის იხდიან და განაჩენს გამოიტანს მოსამართლე თვითონ ამ კომისიაზე არ მისვლის გამო ესეც საკითხავია. ასევე ისიც მინდა დავამატო, რომ ბოლოს როდესაც მეორედ მიუვიდა ნიკა გვარამიას და მამუკა ხაზარაძეს მეორედ დაიბარეს ამ კომისიაზე, იქ შეცვლილი იყო ის, რომ თუ მანამდე იყო 2004-დან 2012 წლამდე მიმდინარე საქმეებზე რატომაც იბარებდნენ ამ ადამიანებს, რაც ზურას შემთხვევაში აბსურდი იყო, ახლა დაამატეს ის, რომ 2012 წლიდან 2025 წლამდე საგარეო პოლიტიკაში განხორციელებული ზიანისთვის, რაც ქვეყანას მიაყენეს ოპოზიციური პარტიები. ანუ ეს ნიშნავს, რომ ვიზაც საუბრობდნენ, რომ თითქოს ქართულ ოცნებას ხო ჩვევია რომ რაღაც გამოიგონოს, რასაც არა აქვს მყარი საფუძველი, მაგრამ კარგად იყიდება საზოგადოებაში ომი შენ დაიწყე, მიწა შენ მიეცი, ერთის ხნახს ეგეთი ფრაზები, ხო? და სულ გვესმოდა წინა წლებშიც რომ ვიღაც, ოღონდ არ ვიცით ეს ვიღაც ვინ იყო, სადღაც კაბინეტებში დადიოდა და დასავლურ ლიდერებს ეუბნებოდა რომ ჩვენ არ მოგცე ეს, არ მოგცე ეს, მაგრამ კანდიდატის სტატუსი, რაღაცა იქ ვიღაცების ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობდნენ და ამ შემდეგ და ამაში ადანაშაულებენ ახლა პოლიტიკურ ლიდერებს, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია იმაზეც წავიდნენ ბოლოს, რომ აი ქვეყნის ღალატისთვის გასამართლენ პოლიტიკურ ლიდერებს. განსაკუთრებით ზურას შემთხვევაში იმდენად აბსურდი იყო, რომ ამ პერიოდში, როდესაც რა მონაკვეთსაც იბარებდნენ, ხელისუფლებაში კი არ პოლიტიკაშიც არ იყო და ეს ვერ გაყიდეს კარგად, იმიტომ რომ მე კარგად ჩვენი მხრიდან კარგად გავრცელდა ის მესიჯი, რომ ზურა საერთოდ არ იყო პოლიტიკაში და რა იყო საერთოდ მიზანი, რატომაც მას იბარებდნენ და მე ვფიქრობ ახლა იმიტომ ამატებენ ამ თემებს, რომ რაღაცა ახალზე გადავიდნენ, იმიტომ რომ ის კარგად არ გაიყიდა უხეშად რო თქვით. ხო, თან ზურა თავისუფლებაზე ძალიან დიდი თავის ტკივილი არის ხოლმე ზოგადად ვიღაცების მარგინალიზაცია ახდენენ, ჩემი შეფასებით კარგად მუშაობს ხოლმე პროპაგანდა, აი ზურას შემთხვევაში ვერ მუშაობს და ალბათ შესაძლოა ამიტომაც სჭირდებოდეთ ახლა ის გამოკეტილი ვიდრე ზურას შემთხვევაში ერთადერთი რასაც უხსენებენ ხოლმე ყმადაღებული ატოცის თემები არის და თუ ბოლოს რო დავაკვირდი მისი დაკავების შემდეგ ზურას გვერდზე აქტიობებს, ძირითადად დადებითი კომენტარები იყო და თუ ვინმე შემოვიდოდა ან ბოტების მობილიზებაც ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ ერთადერთი რაზეც აშავებდნენ ეგ თემა იყო და შესაბამისად ხო, მაგრამ რაღაც ახალის მოფიქრება ჭირდებათ, იმიტომ რომ ესე მარტივად არ გაიყიდება მისი დაკავების პროცესი, რატო მიუსაჯეს საერთოდ პატიმრობა. ამ ფონზე ბოლო კითხვას დაგისვამთ დაგემშვიდობებით, ამ ფონზე სამომავლო პერსპექტივაში რაღაც საომავლო სადაც მოვა ეს თარიღი, როცა თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩაატაროს ქართულმა ოცნებამ, როგორ წარმოგიდგენიათ გვახარია ამბობს რომ მიიღებს მონაწილეობას, ლელო სადღაც შუაში არის. საკმაოდ რთული პროცესია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ის რაც ჩვენ აქამდე მივიღეთ არ აღიარების პოლიტიკა, ჩვენ ვიცით რომ დღემდე არ არის აღიარებული ქართული ოცნება არც ერთი ჩვენი რეალური პარტნიორი სახელმწიფოს მიერ, რომლებიც იყვნენ დასავლეთიდან, არც ამერიკის და არც ევროკავშირის ქვეყნების და ეს რეალურად ჩვენ მივიღეთ ბოიკოტის რეჟიმის გამო, იმის გამო რომ ისინი ამბობდნენ რომ მაინც არ დათმობენ მანდატებს, მაინც შემოვლენ ბოლოს და არ შევედით, არ დავთმეთ მანდატები, იმის გამო რომ პროტესტი ეგონათ რომ მალე დამთავრდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა პროტესტი არ არის ჯერ კიდევ მკვდარი და კიდევ ახალი კერები ჩდება დღეს. ხო, ამიტომ მე ვფიქრობ ის ბოიკოტი იყო მთავარი წარმატების გარანტია, ასე ვთქვათ და ეხლა რაღაცნაირად თუ დავიქსაქსებით და ისინი გადაწყვეტენ არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც არ ვიცით, ანუ ჯაჭვს ვერ ვაბამ, რანაირად არის შესაძლებელი მანამდე არ აღიარებული არჩევნების შემდეგ რანაირად გავდივართ ახალ არჩევნებზე. ხო, ანუ უბრალოდ შეუძლებელი არის არჩევნების ფონზე, როდესაც ქართულმა ოცნებამ უკვე დააგროვა ძალიან კარგი გამოცდილება არჩევნების მოპარვის. გაცილებით უფრო მეტი სირთულე შემოიტანა, მათ შორის დამკვირვებლები იქნებიან ჩახსნილები და ფაქტობრივად შანსი არ არსებობს ასეთი ტიპის არჩევნებში გასვლა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არც არანაირი დათქმებში არ შევდივართ, რომ აი ეს მაინც გააკეთოს, ან მაგალითად სალომე ზურაბიშვილის იდეა იყო, რომ იქნება ორივე ერთად იყოს და რაღაც დათქმები შესრულდეს, მათ შორის პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და ამ შემდეგ იმ პირობებში, როდესაც 60 პოლიტპატიმარი ყავს თუ მეტი უკვე აღარც მახსოვს, ძალიან მე ვფიქრობ
მორალურად არა გამართული გადაწყვეტილებაა პირველ რიგში. ამიტომ პრობლემურია კი ნამდვილად თუ დავიყოფით და ნაწილი არ გასვლაზე იფიქრებს და ნაწილი გასვლაზე რაც უკვე ახარია სახით გვაქვს ართულებს სიტუაციას, თუმცა ნახოთ როგორ გამვითარდება მოვლენები. კეთილი, ანა ჩიქოვანი, გირჩი მეტი თავისუფლება, მადლობას გეტყვით სტუმრობისთვის.